მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით თუ რას ფიქრობს ადამიანი რეალურად თქვენთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, ნებისმიერი პიროვნება არ არის აუცილებელი რომანტიკული ასპექტით იყოს ვინმე. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. დავარიგებ ახლა თქვენთვის ვარიანტებს. ჩაიფიქრეთ ერთი კონკრეტული პიროვნება და დღეს ვეცდები რომ მაქსიმალურად ჩავიხედო მის ქვეცნობიერში, ყველა კუთხე კუნჯულში და ვნახოთ აბა მისი რეალური ფიქრები. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების რეალური ფიქრები თქვენს შესახებ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ კიდევაც. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. არჩიეთ მეგობრებო ვარიანტი. ველოდები რა თქმა უნდა თქვენს უკავშირს ენერგიების დაბალანსების მიზნით ლაიქებისა და კომენტარების სახით. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც ვერ მოასწარეთ შეგიძლიათ დააპაუზოთ კიდევაც. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, რას ფიქრობს ადამიანი? თასების მეფე ამოვიდა. ნახეთ, არ გაგიკვირდეთ რომ ჩუმად ვარ, უბრალოდ არკანის ენერგიებში შევდივარ. იცით, ძალიან ბევრი სურათი მომდის ერთიანად ამ არკანს, როდესაც ვუყურებ. და პირველ რიგში აქ მომდის ისეთი შეგრძნება, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, რომ ადამიანს თქვენთან მიმართებაში აქვს გარკვეული გრძნობები, უფრო ტრიგერული გრძნობები თითქოს. აი, იცით როგორი შეიძლება რაღაც მომენტებში, ანუ ზოგადად თქვენს შესახებ მაინც და მაინც სიღრმისეულად არ ფიქრობდეს და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაღაც მომენტებში ძალიან ინტენსიურად აწვებოდეს თქვენთან მიმართებაში ნოსტალგიური განწყობა, ემოციური განწყობა და თითქოს მიაჩნია რომ თქვენ ზუსტად ასე ხართ მასთან მიმართებაში. მაგალითად, როდესაც თქვენ სახლთან არის სადღაც ახლოს, ან როდესაც ვიღაც გახსენებთ, აი რაღაც ასეთ მომენტებში ერთვება ეს ტრიგერული მდგომარეობა, ერთვება ემოციები. თანაც საკმაოდ მძლავრი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რას ფიქრობს პირველი ვარიანტის შესახებ მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. არკანი ხმლების ექვსიანი, არკანი იმპერატორი ქალი და არკანი პენტაკლების დედოფალი. ძალიან უცნაურ რაღაცას ვიტყვი ახლა, მაგრამ აქ ისეთი შეგრძნება აქვს ადამიანს, თითქოს თქვენ იგი მიატოვეთ, დატოვეთ სადღაც. თითქოს აი სიუჟეტს ვხედავ რა. ისეთ სიუჟეტს, სადაც ადამიანს მიაჩნია, რომ სადღაც თქვენ ის მიატოვეთ, მიაგდეთ, ასე ვთქვათ. თითქოს რაღაც ერთი გზა გქონდათ, მაგრამ თქვენ ამ გზიდან წახვედით, ამ გზიდან მიატოვეთ, გადახვედით სადღაც სხვაგან, სადღაც თქვენს გზაზე. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ასე შეიგრძნობს. შესაძლოა მაგალითად ერთ ქალაქში ცხოვრობდით ან ერთ ქვეყანაში და თქვენ წახვედით მაგალითად, ხო? ან შეიძლება ერთად იყავით, ან კომუნიკაცია გქონდათ და თქვენ წახვედით მისი რეალობიდან. ან რაღაც გარკვეული კომუნიკაციის შანსები იყო და თქვენ ეს შანსები გადაუკეტეთ ადამიანს გააზრებლად თუ გაუაზრებლად. რაღაც ასეთ სიუჟეტს ვხედავ, აი წასვლა ამ ენერგიებიდან, წასვლა ამ ადამიანისგან, მისი მიტოვება, გააზრებლად თუ გაუაზრებლად გავიმეორებ. მაგალითად, შეიძლება გაუაზრებლად რაღაც ისეთი პატარა ჟესტი გააკეთეთ, ვერ შეამჩნიეთ რაღაც. ადამიანი ასევე ხედავს იმას, რომ თქვენ საკმაოდ თვითკმარი პიროვნება ხართ, საკუთარ თავზე ფიქრი გიყვართ საკუთარ ფინანსებზე, კარიერაზე ფიქრი. ეს ძალიან კარგი არის, მეგობრებო. ძალიან კარგია რომ ადამიანი ამას ასე მკვეთრად ხედავს, იმიტომ რომ მოდით ვიქნები პირდაპირი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანისთვის პირველ ადგილას იყოს
მისივე საკუთარი თავი, იმიტომ რომ ჩვენ თავად თუ არ ვიფიქრებთ საკუთარ თავზე, არავინ არ იფიქრებს ჩვენზე, დამიჯერეთ. ეს ერთი და მეორე, რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს საკუთარი თავი, ჯანსაღ სიყვარულზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი და არა რაღაც ეგოს თამაშებზე. რაც უფრო მეტად სცემს პატივს ადამიანის საკუთარ თავს, მით უფრო საინტერესო ხდება სხვა ადამიანების თვალში. არავის არ აინტერესებს ადამიანი, რომელიც მუდმივად ყუთში დასდევს სხვებს, ხო? და აქ ადამიანი ზუსტად იმას ხედავს, რომ თქვენი ცხოვრება გაქვთ, თქვენ გაქვთ თქვენი რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მხრიდან გარკვეულ ინტერესსაც გრძნობს, მაინც ხედავს იმას, რომ თქვენი საქმეები გაქვთ, თქვენს ენერგიებში ხართ და სხვათა შორის ეს თან მოსწონს, თან აღიზიანებს, იმიტომ რომ გარკვეულ მიუწვდომლობის შეგრძნებას უქმნით. თუმცა ეს ძალიან კარგი არის ამ ურთიერთობისთვის, პირდაპირ ვიტყვი. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ, რას ფიქრობს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. რა სახის ფიქრებთან გვაქვს აქ საქმე? არკანი ზომიერება, არკანი მზე, უფროსი არკანები, არკანი თასების ორიანი და არკანი სამსჯავრო. თასების 10-იანი მეგონა ეს არკანი უცებ, მაგრამ არკანი სამსჯავროა. ნახეთ, სამი უფროსი არკანი ყავს აქ ჩვენ. უკვე 4. არკანი იმპერატორი ქალის ჩათვლით. და რას ფიქრობთ? შეხედეთ, მოდით დავიწყებ არკანი ზომიერებიდან და არკანი მზისგან. აქ ხედავ ასეთ სიტუაციებს, თითქოს გაჭედილი მდგომარეობა არის აქ. გაჭედილი მდგომარეობა, მაგრამ თან დაბალანსებული მდგომარეობა, თითქოს ცოტ-ცოტათი პატარ-პატარა ნაბიჯებით ორივე თქვენგანი რაღაცას აკეთებთ ერთმანეთისთვის. რაღაც პატარ-პატარა სიგნალები, პატარ-პატარა ინიციატივები მოდის ორივე თქვენგანის მხრიდან. დავუშვათ, ეს შეიძლება იყოს ძალიან ბანალური რაღაც, როგორიც არის მაგალითად, ერთხელ თქვენ დაუგულეთ story, ეგრეთ წოდებული, ერთხელ თვითონ. ერთხელ თქვენ დაულაიქეთ ფოტო, ერთხელ თვითონ დაგელაიქათ ფოტო. ერთხელ, არ ვიცი, თვითონ ნახათ თქვენი story, ერთხელ თქვენ ნახეთ. ან შეიძლება სხვა რაღაცეებშიც გამოიხატებოდეს, მაგრამ აი ყველაზე ისეთი ნათელი და პოპულარული მაგალითი მოვიყვანე. იმიტომ რომ აქ ჩანს ძალიან ისეთი პატარა, ძალიან თხელი ნაბიჯები ერთმანეთთან. ძალიან თხელი ნაბიჯები, ძალიან ფრთხილი ნაბიჯები. მაგრამ მოდის ორივეს მხრიდან. თქვენ შეიძლება ვერ ამჩნევდეთ ამ ადამიანის მხრიდან ამ ნაბიჯებს, იმდენად თხელი და ფრთხილი იყოს, მაგრამ მისი მხრიდანაც არის რაღაც ასეთი. და შეიძლება კარგად რომ გაანალიზოთ, ან კარგად რომ დააკვირდეთ, აღმოაჩინოთ კიდევაც. თუმცა აი გაჭედილობა მოდის აქ ორივე თქვენგანს აქვს რაღაც გარკვეული შიში, სიფრთხილე, თითქოს ორივეს გეშინიათ უფრო მძლავრი ნაბიჯების გადადგმის, ორივეს გეშინიათ მეტი ინტენსიური ენერგიის, არც ერთს არ უნდა რომ იყოს მეტად ენერგიული ამ ურთიერთობაში. აქ არის როგორც ეგოს მომენტები, ასევე სხვა მომენტებიც იგრძნობა აშკარად, მაგალითად ეგოს გამო, რომ აი მე თავს არ დავიმცირებ, მე თავის დამცირება მგონია ინიციატივის გამოჩენა, ამიტომაც არ გამოვიჩენ მომენტები. მაგრამ სხვა რაღაცეებიც არის აქ. შიში უარყოფისა, ესეც ეგოს მომენტია, ხო, ეგოდან გამომდინარეობს შიში, იმისა, რომ ადამიანი სიუხეში თან სიბოროტით გიპასუხებთ. რაღაც ასეთი ენერგიები იგრძნობა მკვეთრად. მაგრამ ნახეთ, თასების ორიანი და არკანის სამსჯავრო. აქ აშკარად ხედავ იმასაც, რომ ენერგეტიკულად თქვენ ერთმანეთს ძალიან კარგად შეიგრძნობთ, ენერგეტიკული კავშირი გაქვთ რაღაც გარკვეული. თითქოს ცალკე სამყარო არის თქვენ შორის, რომელშიც გადიხართ ხოლმე, რომელშიც არის ხოლმე თქვენ შორის საუბრები, კომუნიკაცია და ეს ძალიან მკვეთრად იგრძნობა ან სიზმრების სახით, ან ენერგეტიკულ დონეზე. მაგალითად, შეიძლება ადამიანზე საერთოდ არ ფიქრობდეთ, საერთოდ არ გახსენდებოდეთ, მაგრამ აი არც გრძნობები გქონდეთ, ხო? მაგრამ უცაბედად არსაიდან ადამიანი გესიზმრებათ და გესიზმრებათ მასთან რაღაც გულსმელი საუბრები. თუ თქვენ გგონიათ, რომ აქ მხოლოდ ერთ მხარეს იგრძნობა, ძაფის ერთ მხარეს იგრძნობა ეს კავშირი, ძალიან ცდებით, იმიტომ რომ ადამიანი ზუსტად ასე განიცდის ემოციებს, ზუსტად ასეთ კავშირს შეიგრძნობს, როგორც თქვენ. მაგრამ აქ არის ძალიან ბევრი შიშები, ძალიან ბევრი სირცხვილი, ძალიან ბევრი სიფრთხილე, ქაოსის შიში,
და პირველ რიგში ნახეთ, აი ეგოზე მე ვისაუბრე, მაგრამ ნახეთ აქ როგორ შიშს ვხედავ ასევე როგორ ენერგიას უფრო სწორად ადამიანს აქვს რაღაც თავისი ცხოვრება. ანუ ორივე თქვენ განსკავთ, რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრება, თქვენი რეალობა. იმასაც კი არ გამოურიცხავდი, რომ ორივეს თქვენი პარტნიორები ყავდეთ, ან რაღაც ისეთი სიტუაცია იყოს, სადაც ან თქვენ ყავთ პარტნიორი, ან ამ ადამიანს ყავს და ისიც იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი, ხო? მაგრამ ნახეთ, აქ მე ვხედავ კონკრეტულად ამ ადამიანს, რომელიც არის კონცენტრირებული თავის რაღაც რეალობაზე, თავის რაღაცეებზე, თავის კომფორტის ზონაზე, თავის კომფორტზე და ნახეთ, თქვენზე როდესაც ეფიქრება, აქ არის უკვე ქაოსი, აქ არის ძალიან ბევრი ქაოსი. შეხედეთ სისარტყელები, მთა, ნისლი, ღრუბლები, ჭექა-ქუხილი, ყველაფერი ერთად. და ადამიანს არ აქვს იმის თავი, რომ ამ ყველაფერს ერთად გაუმკლავდეს. არ შეუძლია, ამიტომაც ურჩევნია თავისი ეს კომფორტის ზონა. თუმცა მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ კომფორტის ზონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კომფორტულად და კარგად არის, უბრალოდ საკუთარი თავისთვის მიჩვეულ და ჩვეულ მდგომარეობაშია. ამიტომაც არ უნდა ზედმეტ ენერგიებში გადასვლა. გაცრავად მეგობრებო, დამირეკეს და ნახეთ, გავჩერდი იმაზე, რომ კომფორტის ზონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კომფორტულად და კარგად არის, ხო? და იმით მინდოდა პირველი ვარიანტის დასრულება, რომ ადამიანს არ სურს ეს ზედმეტად ბევრი ქაოსი, იმიტომ რომ მას მიაჩნია, ფიქრობს, რომ ურთიერთობაში თუ შევა თქვენთან, კომუნიკაციაში თუ შევა თქვენთან, ავტომატურად გამოიძახებს ძალიან ბევრი ემოციების ქაოსს, გაურკვევლობებს, შესაძლოა კონფლიქტებსაც და აი ამ ყველაფრის თავი არ აქვს ნამდვილად. რატომ ფიქრობს ასე? ეს რა თქმა უნდა ცალკე საკითხავი არის, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ამ არკანებიდან გამომდინარე, ეს არის ის, რომ რადგანაც სიტუაცია არის გაურკვეველი, ასე თუ ისე და რადგანაც ადამიანი არის განწყობილი ემოციურად, თვითონვე საკუთარ თავშივე არ უნდა ამ ემოციების გამძლავრება. ხვდებით ხომ? სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. დაგემშვიდობებით ამაზე და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით და აქ ამოვიდა კვერთხების ცხრიანი. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ აკაშკარად იგრძნობა ის ენერგია, რომ ადამიანი ერთის მხრივ აი ძალიან გაურებულ დამოკიდებულებას ვხედავ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ადამიანი ძალიან ცდილობს თავს ძალასატანს, რასაც ქვია იმისათვის, რომ დამალოს რაღაცეები, შესაძლოა სხვათა შორის შეხვედრის დროს ან გადაკვეთის დროს სახეს მალავდეს ხოლმე, ან მიმიკას მალავდეს ხოლმე, ან რაღაც ასეთ საკეთებდეს, იმალებოდეს საერთოდ. მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან უნდა თქვენი ყურადღების მომხრობაც. აქ ხედავ ასეთ გაურებულ დამოკიდებულებას, აი ამაში ზუსტად, რომ ერთის მხრივ უნდა დამალვა, მეორეს მხრივ უნდა გამოჩენა. ხვდებით ხომ? და პლუს ამასთან ერთად კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ დამალვას თავისი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ იმალება უფრო შიშისგან, რაღაც სირცხვილისგან, შესაძლოა წარსულიდან აქვს რაღაც გარკვეული ტრავმები, წარსულიდან აქვს რაღაც გარკვეული ნეგატიური პროგრამები დაკავშირებული თქვენთან, ან ზოგადად ადამიანებთან, ასეთ სიტუაციებთან, როგორშიც ახლა ხართ. მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანი თან იმალება დემონსტრაციულად. ანუ ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს თქვენი ყურადღების მოპოვებას, მოპყრობას იმაზე, რომ აი შეხედე, შემოხედე, მე შენ გემალები, მე შენ გაგირბივარ. აი რაღაც ასეთი გაურება არის აქ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას ფიქრობს მეორე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს შესახებ. ვნახოთ აბა, უპს. თასების ოთხიანი ენატრებით ადამიანს განსაკუთრებით ეს მონატრება იგრძნობა მაშინ, როდესაც ადამიანი არის დარჩენილი მარტო საკუთარ რაღაც ფიქრებთან, რაღაც პრობლემებთან, ნეგატიურ მდგომარეობასთან. თითქოს აი არ ვიცი რა სახის ურთიერთობა გქონდათ, ვინ ჩაიფიქრეთ მეგობარი, ყოფილი, არ ვიცი ამხანაგი თუ ვინ, მაგრამ რომც არასდროს არ მდგარიყავით ერთმანეთის გვერდში, ადამიანს თითქოს ენატრება ხოლმე თქვენი გვერდში დგომა. დიახ,
გასაგებია, მესმის შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის ახლა ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, რომ აი ვიქტორია არასდროს არ ქონია ახლო ურთიერთობა, არასდროს არ გაგვიწევია ერთმანეთისთვის საფორტი ეგრეთ წოდებული, მაგრამ ადამიანი გრძნობს, რომ თქვენ კარგად დაუდგებოდით გვერდში. თუ რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციები არ ყოფილა. თუ ადრე გქონდათ ურთიერთობაც, გვერდში დგომას და ყველაფერიც, ამ შემთხვევაში საუბარი ზედმეტია, გასაგები არის ისედაც ადამიანს რატომ ენატრება თქვენი გვერდში დგომა, რატომ სწურია თქვენი გვერდში დგომა თქვენი მხრიდან. ნამდვილად განიცდის რაღაც გარკვეულ სიცარიელეს უთქვენოთ. მოდი დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას ფიქრობს კიდევ. რას ფიქრობს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. არკანი პენტაკლების რუიანი. იცით, ადამიანი ძალიან მკვეთრად გრძნობს იმას, რომ ამ ურთიერთობასაც და თქვენს კომუნიკაციასაც სჭირდება ძალიან ბევრი შრომა, ძალიან ბევრი მუშაობა, როგორც საკუთარ თავზე, ასევე სიტუაციაზე. ანუ ცალკე თქვენ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, ცალკე თვითონ უნდა იმუშაოს, ცალკე ორივემ უნდა იმუშაოთ ამ ურთიერთობაზე იმისათვის, რომ გაუმჯობესოთ მისი ხარისხი, ურთიერთგაგება. იგრძნობა აშკარად ეს და იგრძნობა ისიც, რომ ადამიანი სხვათა შორის მზად არის იმისათვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს. მაგრამ ვერ ხვდება თქვენ ამაზე ხართ თუ არა წამსვლელი. თქვენ ხართ თუ არა მზად იმაზე იმისათვის, უკაცრავად, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე, რაღაც შეცვალოთ, იმ მიმართულებით, როგორითაც თვითონ გულისხმობს საკუთარი თავისთვის მუშაობას. ხვდებით ხომ? ადამიანი ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ თუ კომუნიკაცია არ გაქვთ შორიდან აშკარად გაკვირდებათ. ხედავთ ისეთ ადამიანად, რომელიც თავის თავში არის, რომელსაც სხვა რაღაცებიც აქვს საფიქრალი. შეიძლება ასევე ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ბევრ თქვენგანთან ისეც რეზონირდება, რომ ადამიანი თქვენ გხედავთ ისეთ პიროვნებად, რომელიც მარტივად იწყენს მის გარეშე, ან თქვენ გხედავთ ისეთად, რომ თქვენ იწყენთ მის გარეშე, ცუდად ხართ მის გარეშე და ყურადღება ის გადატანას ცდილობთ, რაღაც მუშაობებით და არ ვიცი, რაღაც ხელოვნებით შეიძლება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, კიდევ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს შესახებ. მეორე ვარიანტი, არკანი ხმლების რაინდი, გაღიზიანებული არის აშკარად რაღაცით, რაღაც ძალიან არ მოეწონა, რაღაც ძალიან არ ესიამოვნა, რაღაც თქვენი სიტყვები ჩაუჯდა გულში ცოტა ნეგატიურად და თვითონაც ცოტათი ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ჩანს მისი მხრიდან. მაგრამ ნახეთ, ეს არის უფრო თავდაცვითი აგრესია, რომ აი მოდი სანამ თვითონ გაბედავს რაღაც ზედმეტ, სანამ თვითონ მოუვა ზედმეტი, მოდი მე მომივა ზედმეტიო. რაღაც ასეც ვხედავ. კიდევ დავამატოთ არკანები. თავისი თავმოხტა, მაგრამ ზედმეტად ბევრია. ესე იგი, შეგვიძლია არ წავიკითხოთ. ბევრი ინფორმაცია მოდის მეთქი მეორე ვარიანტზე ვერ ვიტყოდი, მაგრამ მოდის ძალიან ისე ინტენსიურად. თითქოს ერთი სული აქვს ადამიანს მოგაბრეხოთ სახეში, საკუთარი აზრები, საკუთარი ფიქრები, საკუთარი გრძნობები, აგრესიულადაც და ისედაც. აი აგრესია მოდის მისი მხრიდან პირდაპირ გეტყვით, აგრესია, პასიური აგრესია შეიძლება იყოს აქ. არკანი კოშკი, არკანი ქურუმი, იმპერატორი უკაცრავად და არკანი კვერთხების ხუთიანი. შეხედეთ მეგობრებო, რამდენად კონფლიქტური ენერგიები წამოვიდა. ადამიანი არის ძალიან გაბრაზებული რაღაცეებზე. და შეხედეთ ახლა სანთელს. ადამიანი პირველ რიგში არის გაბრაზებული საკუთარ თავზე, ადამიანი არის ძალიან გაღიზიანებული საკუთარ თავზე, არ მოეწონა თავისივე რეაქცია რაღაცეებზე. ადამიანი ზოგადად ჩანს ცოტათი უხეში ან უხეშობისკენ მიდრეკილება აქვს, აი უხეში საუბრისკენ, უხეში ტონისკენ. აი უბრალოდ დააკვირდით, ახლა მე თვითონაც ცოტათი თითქოს ხმა გამიუხეშდა, თითქოს გეჭხუბებით. უბრალოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანის ენერგიებს ვშთანთქავ ამ მომენტში. ადამიანს ძალიან უნდა დომინირება სიტუაციაზე და ის რომ სიტუაციაზე ვერ დომინირებს, ის რომ სიტუაცია არის სადღაც გაურკვეველი, სადღაც გამაღიზიანებელი, ეს კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს, აბრაზებს. ძალიან უნდა ადამიანს თქვენი კონტროლი, ძალიან უნდა ადამიანს სიტუაციის კონტროლი თქვენს შორის და აქ გავიმეორებ, პირდაპირ აგრესია თუ არა, პასიური აგრესია მოდის აშკარად. კონტროლის სურვილი, მაგრამ ვერ აკონტროლებს ყველაფერს. ვერ აკონტროლებს და თითქოს აქ თქვენ შორის არის რაღაც კონკრეტული ადგილი, სადაც
გროვდება თქვენ შორის ენერგიები, ფიზიკურ ადგილს ვგულისხმობ, ფიზიკურ ლოკაციას. ეს შეიძლება იყოს რომელიმე თქვენგანი სახლი მაგალითად, ან რაღაც კონკრეტული ადგილი, სადაც ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს, მაგალითად სამსახური, ან არ ვიცი, ყველასთან ინდივიდუალური სიტუაცია არის, მაგრამ ვფიქრობ თქვენ თავად უფრო კარგად იცით. რაღაც კონკრეტული ადგილი არის, რაღაც კონკრეტული ლოკაცია, არ ვიცი, გავიმეორებ სამსახური, შეიძლება სახლი რომელიმე თქვენგანის, შეიძლება, არ ვიცი, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე ხვდებით ერთმანეთს ხშირად, შემთხვევით ან ძალით და თითქოს ამ ადგილას გროვდება ძალიან ბევრი ინფორმაცია. და ეს ადგილიც კი ამ ადამიანისთვის უკვე გამაღიზიანებელი გახდა. ესეთი გაურებული დამოკიდებულება აქვს ადამიანს. თან აგრესია, თან მოწყენილობა უთქვენოდ, ზოგადად ძალიან მოუსვენარი ადამიანი ჩანს აქ, მოусმინარი და დომინანტი, რომელსაც ყველაფრის კონტროლი უყვარს. მეც აქ ვეღარაფერს ვეღარ დავამატებდი მეგობრებო, ამიტომაც მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს, სიმშვიდეს, რა თქმა უნდა, ბედნიერ დროს და ესე გავიწმინდოთ ადამიანის ენერგიებისგან და დაგემშვიდობებით.